კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები სუბიექტური აზრის პრიზმაში. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი და სტუმარი. მოусმინეთ დიანა ტრაპაიძის, თეონა გეგელიას და მათი სტუმრების შეფასებებს საავტორო გადაცემაში შუა კვირა. საღამო მშვიდობისა, თქვენ უსმენთ რადიო იმედს ტალღაზე 105 და 9. ეს არის გადაცემა შუა კვირა. დიანა ტრაპაიძესთან და თეონა გეგელიასთან ერთად ყოველ ოთხშაბათს საღამოს 7 საათზე 8 საათამდე თქვენ უსმენთ გადაცემის ავტორების და მათი სტუმრების მოსაზრებებს კვირის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებს. საღამო მშვიდობისა, ამ კვირის ყველაზე ცხელ თემად რჩება უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა და ამ ურთიერთობის მომავალი, რომელიც ერთგვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ოფიციალური კიევის ბოლო საკადრო გადაწყვეტილების გამო. მიხეილ სააკაშვილის ფიგურა ამჯერად შიდა პოლიტიკური დაპირისპირების საზღვრებს გასცდა და ლამის სახელმწიფოთა შორის დავის საგნად იქცა. ახლა საინტერესოა მისი დანიშვნა უკრაინის მთავრობაში მრჩეվել კონსულტანტ ლობისტის პოზიციაზე, როგორ აისახება მეგობარი ქვეყნების ურთიერთობას და როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლება ამ ვითარებაში, რომელსაც ჩვენ მოვიძიეთ და ლამის მსგავსი ანალოგი არ არსებობს. ამ რთული ვითარების ანალიზზე და შესაბამისად გამოსავლის გზებზე ვილაპარაკებთ სტუმრებთან ერთად თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი და ასევე იურისტი, პოლიტიკოსი კახა კუკავა ისაუბრებს უკვე საკითხის სამართლებრივ და პოლიტიკურ შემადგენელზე. მანამდე ჩვენ შეგახსენებთ, როგორ დაიწყო ეს დანიშვნების ქრონიკა, როგორ დაიწყო უხერხულობა კიევის და თბილისის ურთიერთობებში, რომელიც სააკაშვილის დანიშვნამ აიყვანა ალბათ ყველაზე მაღალ წერტილამდე. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად, ეს არის ჩემი პირადი აზრი, მიუხედავად ემოციურად არც თუ რთული იოლი უпростоრეთ ვითარებისა, საქართველოს ხელისუფლება მთლიანობაში, მთლიანობაში და არა მისი ცალკეული წევრების დონეზე საკმაოდ ისეთი ღირსეულად უმკლავდებოდნენ ამ ნერვების ომს, რაც კიევში ყოფილი ხელისუფლების წევრების დანიშვნას მოჰყვა. უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, სახელმწიფო და საკადრო გადაწყვეტილებები მისი სუვერენული უფლება. ამ შინაარსის შეფასება გასდევდა მთავარ ხაზად ხელისუფლების მხრიდან დანიშვნებზე კომენტარს, რომელიც დაიწყო სხულაძით და კვიტაშვილით და ლამის დასასრული არ უჩანს. თანაც ყველა დანიშვნა სააკაშვილამდე მხოლოდ ემოციების და გემოვნების სფეროს განეკუთვნებოდა, რადგან არც ერთ ამ კადრთან საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს უпростоრეთ მართლმსაჯულებას შეკითხვები არ გააჩნდა. ვითარება ზურაბ ადეიშვილის კიევში გამოჩენით და სააკაშვილის დანიშვნით დაიძაბა. აქ უკვე მთავრობასაც და პარლამენტის წევრებსაც ნერვებმა როგორ ჩანს უმტყუნა და ელჩის დაბარება სამინისტროში ამის ნიშანი იყო, თუმცა თეონა მანამდეც იყო განცხადებები, რომელიც პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა პროცესი. იყო თავიდან რამდენიმე განცხადება, როდესაც სხულაძის და კვიტაშვილის დანიშვნაზე იყო საუბარი, იქ იყო მთავრობის რამდენიმე წევრის ცოტა ემოციური განცხადება, ხოლო შემდეგ იყო სხვათა შორის მახსოვს ყოფილი პრემიერის განცხადება, რომ ეს მათი საქმეა და ქართველი თუ სადმე თავს გამოიჩენსო და ამან რაღაც უფრო ნორმალურ კალაპოტში დააბრუნა შემდეგ მთავრობის წევრების და პოლიტიკოსების განცხადებები, რაც შეეხება ელჩის დაბარებას, საკითხმა პოლიტიკურ ჭრილში გადაინაცვლა ელჩის დაბარების შემდეგ. არადა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ თემას პირველ რიგში აქვს სამართლებრივი განზომილება და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიტიკური. არის ასეთი შეკითხვა, რომელიც ისმის მუდამ, არის თუ არა სააკაშვილის დანიშვნა მართლაც უკრაინის სუვერენული უფლება და საერთოდ ვინმეს დანიშნა. რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შეკითხვამდე არსებობს კიდევ ერთი ლოგიკური შეკითხვა, რომელიც ასევე ხშირად ისმის ბოლო დროს, რა მდგომარეობაშია დღეს უკრაინა და მისი სუვერენიტეტი. ქვეყანაში არის გამოუცხადებელი ომი, ფაქტობრივად ოფიციალურად კიევი ებრძვის სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ არაოფიციალურად ეს არის ომი რუსეთთან და რუსულ გავლენებთან. რუსეთმა მიერთა ყირიმი და ახლა ამბობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინელ მებრძოლებთან არ აქვს არანაირი კავშირი. რა რეაქცია მოყვა ამას მიუნხენის კონფერენციაზე, იქ დასავლელი, ასე ვთქვათ, ლიდერების მხრიდან ყველას ახსოვს, სიცილი კი გამოიწვია ამ რეპლიკამ რუსული მხარის. მოკლედ, ერთი მხრივ ეს არის ომი, რუსეთი სამხედრო ძალით ლახავს უკრაინის სუვერენიტეტს და მეორე მხრივ
უკრაინის მთავრობას აქვს რეფორმების გატარების ვალდებულება აღებული, ანუ არსებობს რეფორმების გატარების აუცილებლობა. გაკოტრების პირას მყოფ ქვეყანას დასავლეთი და საერთაშორისო დონორები სთხოვენ კორუფციასთან ბრძოლას და სასწრაფოდ რეფორმების გატარებას იმისთვის, რომ მისცენ რაღაც გარკვეული თანხები, სხვა შემთხვევაში ფულს არ მოგცემთო, ფაქტიურად ასეთია გზავნილი. ანუ პრობლემები ერთის მხრივ ომი და მეორე მხრივ რეფორმების გატარება მათ შორის ძალოვან უწყებებში. ეს არის ისეთი გამოწვევა, რომლის არ ვიცი, ალბათ რომლის გადაწყვეტაც ფაქტობრივად წარმოუდგენელია პრაქტიკაში. უკრაინის ხელისუფლება ეხა თეონას ლოგიკას რომ მიუყვეთ, ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და მეორე მხრივ ის არის მოკავშირეების მოთხოვნების ტყვეობაში. ერთი კარგი გაგებით, მოდი ასე ვთქვათ, მაშინ ოკუპირებული და მეორე ვინმეს რო არ ეწყინოს ცუდი გაგებით. ანუ ორივე მხრიდან არის ტყვეობაში. და რეფორმატორთა ჯგუფის მთავრობაში დანიშნოს, როგორც ჩანს, ამ მოთხოვნების ნაწილია, სხვა საქმეა თავის შესაძლებლობებს და გამოცდილებას როგორ გამოიყენებენ, ამას ჩვენ გამოცდილების გამო დავინიშნეთ, თუ სხვათა შორის ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, აი ესე სატელევიზიო შოუებში, როდესაც მონაწილეობენ, ამას კინოს სხვა სერიებში ვნახავთ, მაგრამ სხვათა შორის არის ესეთი მოსაზრება, რომ მთელ ამ ტრაგიზმამდე მისულ სიტუაციას თუ გავაანალიზებთო, ბრაზი კი არა, არამედ თანაგზნობაც მართებს ქართული საზოგადოების ნაწილს უკრაინის ხელისუფლების თუ აი ეს გაისიგრძე განებენ იმ ვითარებას და იმ მდგომარეობას, რაშიც დღეს ეს ქვეყანა, მართლა თანაგრძნობა მხოლოდ და არა სხვა რა. ნაციონალური მოძრაობის მოწოდებები არის ძალიან სადავო. ისინი მუდმივად აკეთებენ აქცენტს კონტექსტზე, პოლიტიკურ კონტექსტზე. თბილისში არის ესეთი ვითარება, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მუდმივად არ ცხვენენ კოალიციას, ჩვეული ასე ვთქვათ მათთვის რიტორიკით, რომ სააკაშვილის სამართლებრივი დევნით და მისი ექსტრადირების მოთხოვნით ოცნება აკეთებს პუტინის საქმეს. ეს არის მათი გზავნილი. სინამდვილეში თუ დავუკვირდებით, ეს არის გარკვეულწილად რაღაც მოწოდება, რომლითაც ხელისუფლებას უბიძგებ რაღაც რაღაც ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებას გავს, რადგან ამ პოლიტიკური ბრალდებების უკან იკითხება ლოგიკურად ესეთი რამ. ხელისუფლებას ეუბნება ოპოზიცია, ყოველ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის სახით, რომ სამართლებრივ პროცედურებზე დახუჭე თვალი და პოლიტიკური კონტექსტით იხემძღვანელეო. ასეთია გზავნილი ჩემთვის. კონტექსტი ყოველთვის ცვალებადია, დღეს ერთია, ხვალ მეორე, ხელისუფლებებიც ცვალებადია, ამიტომ ალბათ სახელმწიფო არა კონტექსტ და პოლიტიკურ ვითარებას, არამედ სამართლებრივ მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი. აყენებდეს უფრო მაღლა, მით უმეტეს ეს კონტექსტიც არის ძალიან გაბლარული, დასავლეთი თავად არ არის ერთიანი რუსეთის მიმართ, სხვაობა ამერიკის და ევროპის დამოკიდებულებაშიც და სამხედრო მხარდაჭერისა და იარაღის თემაზე რაოდენ განსხვავებული პოზიციები იყო, ესეც სმენელმაც იცის შესაძლოა და ტელემაყურებელმაც, რომელიც მუდმივად ისმენს კომენტარებს ამ თემაზე. დასავლეთს რომ სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენის არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა თუ არ ვიცი რა, ეს ჩვენ ვნახეთ, ჩვენი გამოცდილებით ვნახეთ, ეს არის ფაქტობრივად გამორიცხული. ეხლა როდესაც დიანა გაუგებრობაზე ლაპარაკობდა, ამ გაუგებრობის კლასიკური მაგალითია, მაგალითად ესეთ ყველაზე ახალი, ასე ვთქვათ, უახლესი, პუტინის ინდივიდუალური ურთიერთობები ევროპის ქვეყნების ლიდერებთან. ეს დღეებია მაგალითად ევროპული და ამერიკული პრესა წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ევროპაში ცდილობს განხეთქილების მიღწევას და რომ იმეგობრებს ცენტრალური და სამხრეთ ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებს. აი მაგალითად ერთ-ერთი საიტის ცნობით political capital ასეთი საიტია, რომელიც აქვეყნებს ასეთ ინფორმაციას, რომ ევროპარლამენტის წევრების დაახლოებით მეოთხედი, ანუ 24 მემარჯვენე პოპულისტური პარტია, რომელმაც გაიმარჯვა მაისის არჩევნებში, ამ 24-დან 15 არის პუტინისადმი ერთგულიო. ჩამოთვლილები არიან პუტინის მეგობრებში ჩეხეთის პრეზიდენტი, საბერძნეთის პრემიერი, საფრანგეთის ლეპენი და არც სარკოზი ითვლება ბოლო მისი განცხადებების მიხედვით პუტინის ოპონენტად და რაც ყველაზე საინტერესოა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი
ორბანი, რომელიც იმავდროულად ზურაბადეიშვილის დამსაქმებელია ფაქტობრივად და სააკაშვილის მეგობარი. ეხლა აი როგორ უნდა გაერკვე ამ კონტექსტში? ერთის მხრივ ორბანი არის პუტინის მეგობარი, ხო, მეგობრები და მტრები ერთმანეთისგან. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი გაურკვევლობის პირობებში მთავარი ამოსავალი არის სამართალი და არა კონტექსტი, რა თქმა უნდა, და პოლიტიკა. ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება ამ თემის მაქსიმალურად დაცლა პოლიტიკისგან და სამართლებრივ ჩარჩოებში დატოვება და სხვათა შორის კიდევ ერთი დეტალი, რომელიც თელამურთულეს და პოლიტიკურად ძალიან დელიკატურ ვითარებაში არის გამოცდა საქართველოსთვის, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი სისტემა არის დასავლური და აქეთკენ მივისწრაფით, დასავლეთი და ცივილიზაცია არაფერია თუ არა სამართლის, სამართლებრივი პროცედურების და საერთაშორისო აღიარებული ნორმების პატივისცემა. როდესაც ყო ამსგავსებდნენ ხოლმე სააკაშვილის მმართველობას, პუტინის მმართველობას, სწორედ აი ამ მსგავსებებზე, ანუ მოქმედებაში მსგავსებებზე იყო ლაპარაკი, რადგან რუსეთთან სიტყვიერი და თუნდაც სამხედრო დაპირისპირება, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გერკვას ცივილიზებული ან პროდასავლელი. თუკი ევროპა ეს არის ცივილიზებულობის, ასე ვთქვათ, სიმბოლო, ხოლო რუსეთი მისი ანტიპოდი, ანუ ველურობის სიმბოლო, ამ ველურობასაც აქვს თავისი მახასიათებლები, ხო? სწორედ პოლიტიკური კონტექსტი და არაფორმალური ფაქტორები, ანუ არაფორმალური ურთიერთობებისადმი მიდრეკილება რუსეთის როგორც სახელმწიფოსი და ის რომ ეს არის მოსკოვის მამოძრავებელი ძალა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ის არ არის ცივილიზებული, ხო? ამიტომ ის ხშირად არღვევს ხოლმე შეთანხმებებს, როგორც ამას დასავლეთი ამბობს. თუკი ჩვენაირ პოსტაბჭოთა ქვეყნებს რუსეთისგან სურთ გამიჯრა, პირველ რიგში ქცევა უნდა გქონდეს ალბათ რუსეთისგან განსხვავებული. ანუ სამართლებრივი წესების და ნორმების დაცვით უნდა ვიმოქმედოთ. იმით თუ როგორ გადაწყდება ეს რთული პერიოდი, რთული ფაზა, ასე ვთქვათ, უკრაინის და საქართველოს ურთიერთობაში, საქართველოს და უკრაინას შორის, ჩვენგან როგორ მოიქცევა, ეს გამოავლენს იმას ამ 20 წლიანი თუ 25 წლიანი პერიპეტიების შემდეგ, რომელი ქვეყანა უფრო დაშორდა რუსეთს და დაუახლოვდა ევროპას ღირებულებებით. უკრაინა თუ ჩვენ, თუკი ჩვენ სამართლებრივად მივუდგებით ამ საკითხს, ესეც ჩემი პერსონალური, ასე ვთქვათ, სუბიექტური აზრია და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პოლიტიკა ამაში არ ჩავრთოთ და პროცედურებს ვცემთ პატივს, ეს იქნება იმის დამადასტურებელი, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ ევროპასთან. შესაბამისად, თუ უკრაინა გადმოსცემს ალბათ სააკაშვილს და დეიშვილს და შესაბამისად მივდივართ ძალიან სევდიან დასკვნამდე, რომ უკრაინა ამით თავისი ქცევით დაემსგავსება, ასე ვთქვათ, რუსეთს. ჩვენ ახლა რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ სტუმართან მაია მწარიაშვილი, ჩვენი პირველი სტუმარი, ვილაპარაკებთ იმაზე, რა რესურსი გვაქვს და გვაქვს თუ არა სამართლებრივად რესურსი ღირსეულად ჩავაბაროთ ცივილიზებულობის ტესტი. კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები სუბიექტური აზრის პრიზმაში. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი და სტუმარი. მოусმინეთ დიანა ტრაპაიძის, თეონა გეგელიას და მათი სტუმრების შეფასებებს საავტორო გადაცემაში შუა კვირა. დიანა, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ყოფილი პროკურორი ქალაქის მაია მწარიაშვილი არის ჩვენი სტუმარი. ქაბატონ მაია, მე მინდა კითხოთ პირველი დავიწყოთ, რა დაირღვა სააკაშვილის დანიშვნით, რა შეთანხმება, რა კანონები, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობას აწესრიგებს ამ მხრივ, იმიტომ რომ თავად სააკაშვილი ჯერ არ არის წითელი ცირკულარით ძებნილი, მაგრამ არსებობს, როგორც ვიცი, ქვეყნებს შორის შეთანხმება. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს. მე ვუსმენდი ყურადღებით თქვენს შესავალ გამოსვლას და გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ გამოსავალი ყოველთვის არის იმაში, რომ სამართლებრივ პროცედურებს ვაწარმოებთ სწორად.
ეხლა რა დაირღვა მთელ ამ პროცედურებში ჩვენ ჯერ არ ვიცით, არ შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, ჩვენ რა ნაბიჯები გადავდრით სამართლებრივ იმართლებელობაში და სამართლებრივად რა პასუხები მივიღეთ უკრაინის სახელმწიფოსგან. ანუ მთელი ამ პერიოდის ვით უკაცრავად დაუკავშირდით დღეს პროკურატურას და გვითხრეს რომ გააგზავნეს მოთხოვნა და იქედან მიიღეს უარი. ჩვენ ვკითხეთ, უთხარით რომ გაჩვენეთ დოკუმენტი, სადაც ეს უარია დაფიქსირებული, გვითხრეს რომ პრესამსახურის დონეზე რომ როგორც ჩვენს განცხადებაშია ნათქვამი, იქედან მივიღეთ უარი. დიახ. ესე იგი, ჩემთვის როგორც იურისტისთვის, ეს ინფორმაცია, რაც თქვენ მომაწოდეთ დიანა და მე თავადაც წავიკითხე პროკურატურის განცხადება, აბსოლუტურად არ არის სამართლებრივი შინაარსის მატარებელი. ანუ მე როგორც იურისტს არჩედან არ შემიძლია დასკვნის რაკეთება. ანუ რა მაქვს მხედველობაში. ესე იგი, პროცესის ინიცირების ვალდებულება ჩვენ გვქონდა იმ წუთიდან პროცესის ინიცირებაში ვგულისხმობ, ანუ ბრალდებულის დაკავების და ექსტრადიციის მოთხოვნის დაყენების ვალდებულება, მოდით ასე ვთქვათ, ანუ უარეს შემთხვევაში უფლება გვქონდა იმ წუთიდან, რა წუთშიც ჩვენი სახელმწიფოსთვის ცნობილი რა ხდა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული ბრალდებული, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილზე, იმყოფებოდა თუნდაც ადეიშვილზე, იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე. ჩავიდა თუ არა, დანიშნას არ უნდა დასაკვირველია. აქ, ანუ აი ეს თემები იმდენად აღრეულია ერთმანეთში, ხშირად საზოგადოება იბნევა და მთავარი აქცენტები გადატანილია დანიშნვაზე. დანიშნვას არავით არის შემხებლობა არ აქვს ძირითად თემასთან. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ დაგვავიწყდა რომ საუბრობთ ბრალდებულზე და დამთავრდა ანუ კონცენტრაცია სახელმწიფო სამართლებრივად საუბრობს მხოლოდ ბრალდებულზე. დანიშნვა არ დანიშნვა ეს გემოვნების და ასე შემდეგ საკითხებია. ანუ სახელმწიფოს დაკავების და ექსტრადიციის მოთხოვნის უფლება, მოდით ასე ვთქვათ, გააჩნდა იმ წუთიდან, რა წუთშიც მისთვის ცნობილი იყო, რომ დიახ, ფეხი დადგა, ასე ვთქვათ, უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბარი იყო წითელი ცირკულარი ძებნაზე, არაძებნაზე, ერთი კონკრეტული ბრალდებული იმყოფება წითელი ცირკულარი ძებნაზე, მეორე შემთხვევაში თითქოს და რაღაც საბუთების ანუ მოწესრიგების ეტაპზე ვარ და პროკურატურა ამზადებს ამ საკითხს და ასე შემდეგ. მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა გასაგებად, რომ წითელი ცირკულარი ძებნა ეს სრულიად სხვა რამ არის. ანუ როდის ჭირდება, აი რა არის, დიახ. თუ ინტერპოლი ეძებს, ესე იგი არაფერი დაიჭერს აუცილებლად. არაფერი საერთო არ აქვს ამას ბრალდებული საექსტრადიციო მოთხოვნასთან. წითელი ცირკულარი ძებნა რა არის? მაშინ, როდესაც მე სახელმწიფომ არ ვიცი კონკრეტულად სადღა დაადგილდება ჩემი კონკრეტული ბრალდებული, საერთაშორისო ძებნა ვითხოვ, დიახ, საერთაშორისო ძებნას. მაშინ, როდესაც არ ვიცი. თუ გამოჩნდა რომელიმე ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც ასე გაიზიარა, ვთქვათ, ჩემი ძებნის მოთხოვნა, გამოჩნდა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს ქვეყანა აკავებს ამ ბრალდებულს და შემდეგ ეკითხება ამ ქვეყანას, აქვს თუ არა მას სურვილი მოითხოვოს მისი ექსტრადირება. ამ შემთხვევაში ჩვენ წითელი ცირკულარი ძებნა არაფერში არ გვჭირდებოდა, იმიტომ რომ პირველი დღიდან ოფიციალური წყაროებით ცნობილი იყო. დასაკვირველია ცირკულარის გარეშე ბრალდებული იმდენად ცნობილი ადამიანი. არაფერში არ გვჭირდება. ჩვენ ტელევიზიით უყურებთ, ოფიციალური პირები ადასტურებენ ინტერვიუები და ცნობილი არხები მივადევნოთ, CNN-ი გამოვიყენოთ როგორც ცირკულარი. დიახ, ამიტომ როგორც კი ჩვენი სახელმწიფოსთვის ცნობილი იყო, რომ ერთი ბრალდებული, მეორე ბრალდებული იმყოფება ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, ანუ ჩვენ შეგვეძლო პროცესის ინიცირება. ამიტომ პროკურატურის განცხადება, რომ ჩვენ უარი მივიღეთ თუ თანამშრომლობა არ შედგა ექსტრადიციის საკითხებზე, ეხლა აი გუშინ გავიგეთ პირველად ეს ამბავი. მე წეღანაც აღვნიშნე, რომ ჩემთვის სამართლებრივი შინაარსისგან დაცლილია, იმიტომ რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ეს ასე არ არის, მე გავაგზავნე წერილი და წერილით მივიღე უარი. ეს არის მთელი სამართლებრივი პროცედურა და ამ შემთხვევაში მელნიკოვის გადმოცემა, მაგალითად თქვენი ყავით მაშინ სისტემის. დიახ, ასევე მელნიკოვის საექსტრადიციო მოთხოვნა. გაიხსენოთ ჩვენ ისედაც გვინდოდა გვეკითხა მსგავსი შემთხვევა, ანუ მელნიკოვი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, გასაგებია, მაგრამ ეს არის ასე ვთქვათ ფაქტი, რომელიც შემდგარი, ასე ვთქვათ თანამშრომლობის ფაქტი. აი როგორ ამოხდა მაშინ. მელნიკოვის საექსტრადიციო მოთხოვნაც ანუ ჩვენ ასე ვთქვათ, გავაკეთეთ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ
ეს საექსტრადიციო პროცედურა მელნიკოვის შემთხვევაშიც იყო საკმაოდ ხანგრძლივი, იმიტომ რომ პროცედურა არის საკმაოდ ხანგრძლივი. აი რამდენხანია? მელნიკოვის შემთხვევაში მართალი გითხრა ძალიან ხანგრძლივად კომუნიკაცია დაგჭირდა, არაერთი მუდმივად კავშირზე ვიყავით უკრაინის, ვთქვათ, შესაბამის სტრუქტურებთან. პროცედურა როგორია, როდესაც საექსტრადიციო მოთხოვნა მიდის, მელნიკოვის შემთხვევაში თქვათ ეს ოფიციალური წყაროებით არ იყო ცნობილი, რასაკვირველია და ამიტომ მელნიკოვი გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. ჯერ არის საექსტრადიციო დაკავება. ამ საექსტრადიციო დაკავების შემდეგ იმას თავისი ვადები აქვს, შესაძლებელია სასამართლომ არ ჩათვალოს, რომ საჭიროა მისი პატიმრობაში ყოფნა და სხვა აკვეთი ღონე. კი ბატონო, მაგრამ გარკვეულ შეზღუდვებს იყენებს, რომ ამ ვადაში არ შეუძლია დატოვოს ქვეყნის ტერიტორია, სანამ შესაბამის სასამართლო მიიღო. ეს პროცესი მიდის. მელნიკოვის შემთხვევაში მელნიკოვი ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს და ამანაც ეს პროცესი გაჭიმა დროში. სანამ დასრულდა ეს პროცესი პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრეს და ასე შემდეგ და საბოლოოდ მივიღეთ დასტური და ჩვენი საექსტრადიციო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. კეზერაშვილის და ახალაიეს შემთხვევაც იყო, მაგრამ იქ სწორად წარიმართა სამართლებრივად. არასოდეს არ არის და ვერც ერთი სახელმწიფო ამას ვერ იზავს თანამედროვე მსოფლიოში, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები. აქ არის თამაშის წესები დადგენილი და რეგულირდება უნიფიცირებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით. ესეთი ექსტრადიციის საკითხები და სამართლებრივი დახმარების საკითხები სისხლის სამართლის საქმეებზე. ისევე როგორც ახალაიას შემთხვევაში, მაგალითად, საბერძნეთმა განა უარი გვითხრა, იმიტომ რომ სუვერენული სახელმწიფო ვარ მე და როგორც მინდა ისე გადავწყვეტო, ასეთი რამ არ არსებობს სამართალში. პირიქით, ეს სწორედ სუვერენული სახელმწიფოს ვალდებულებაა, ეს პროცედურა გაიაროს და ამ პროცედურით გითხრას უარი. ახალაიას შემთხვევაში ვერ მივიღეთ ახალაია, იმიტომ ზუსტად ამ კონვენციის ფარგლებში მოხდა ამ პროცესების წარმოება საბერძნეთის სასამართლოში და იქ სასამართლომ უარი გითხრა, იმიტომ რომ ეს დანაშაული, რისთვისაც ახალაიას ბრალი ჰქონდა წარდგენილი საქართველოში, ხანდაზმული იყო საბერძნეთის კანონმდებლობის მიხედვით. ეს არის უარი ისევ იმავე კონვენციის საფუძველზე, ამის თქმა მინდა. ესე იგი, სახელმწიფოს ვალდებულებაა საექსტრადიციო პროცედურა გაატაროს და კონვენციით გათვალისწინებული ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით, თუ კი ასეთი საფუძველი არსებობს, გითხრას უარი. უკაცრავად სამართლებრივად იქნებოდა სწორი, რომ იანუკოვიჩის უკაცრავად პოროშენკოს ხელისუფლებას ეს ადამიანები, ასე ვთქვათ, მიეღოს ეს პროცედურები, ჩაეტარებინა იქ პროცესი და შემდეგ შეეძლო უარი მის გადმოცემაზე, მაგრამ ეს პირველადი სამართლებრივი პროცედურები უნდა გაევლო. აუცილებლად უნდა გაიაროს. ამიტომ საქართველოს ტერიტორიაზე ვინმე უკრაინაში ძებნილი აღმოჩნდეს. იანუკოვიჩი მაგალითად. ხო, რასაკვირველია, უკრაინა თავად ითხოვს ხომ იანუკოვიჩის გადმოცემას და თავისთავად ცხადია ამ პროცედურით. ზუსტად ამის აღნიშვნა მინდა, რომ ჩვენ და უკრაინამ სხვათა შორის იგივე ვალდებულებები იცის კარგად და ამიტომ ძალიან მენიშნა დღეს იყო უკრაინის პროკურატურის განცხადება, მე მგონი, რომ ჩვენ უარი არ გვითქვამს, პროცესს ვერავინ ვერ იტყვის თანამედროვე მსოფლიოში, კიდევ ამბობ, რომ უარს ამაზე. ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები. ცინიკური განცხადებებიც არის, იმიტომ რომ პროცედურების გარეშეც უკრაინამაც შესანიშნავად იცის და საქართველოს ისე ბრალდებულზეა ლაპარაკი. ეს არის ორი სხვადასხვა საკითხი. თუ ჩვენ უკრაინას ვეკითხებით, რატომ დანიშნე კონკრეტულ თანამდებობაზე კონკრეტული ადამიანი, თავისთავად პასუხი იქნება, რომ ეს მე ამას ვწყვეტ ჩემი მიხედულებისამებრ. მაგრამ ჩვენ თუ ვაყენებთ საკითხს კონკრეტული ბრალდებულის ექსტრადირებაზე, მაშინ მერწმუნეთ, არც ერთი სახელმწიფო თავს ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიყენებს, როგორც მინიმუმ რასაკვირველია ეცდება რაღაც სამართლებრივი საფუძველი დაუდოს, მაგრამ ეს არ არის ასე ადვილი. ეს უნდა დაასაბუთო. ეს მთელი პროცედურა ბოლოს სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, კონვენციით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით უნდა გვითხრას უარი. თუ უარს მივიღებ. მაია, ესე იგი, ამ შემთხვევაში ქართველი სამართალდამცავები ცოდავენ უფრო ვიდრე უკრაინელები სამართლებრივად ვამბობ? მე არ ვიცი, თქვენ იცით საექსტრადიციო მოთხოვნა ჩვენ როდის რა ვაგზავნეთ? არა, ჩვენ არაფერი არ ვიცით. ან რა სტადიაზე შემდეგ რა ხდება ხოლმე? აი გითხრეს უარი და ამით თავდება პროცედურები. თუ საექსტრადიციო, საბოლოო დასრულდა უარით, რასაკვირველია, საერთაშორისო სამართალში არსებობს და ეს ხელშეკრულებებიც ითვალისწინებს ნაცვალდების პრინციპი, ხო? საერთაშორისო სამართალი ეყრდნობა აი ამ ნაცვალდების პრინციპს. უკრაინასაც აქვს ხოლმე ანალოგიური თხოვნები,
ჩვენ სახელმწიფოსთან მიმართებაში და მაშინაც, როდესაც ვთქვათ, მე პროკურატურაში მომიწია საქმიანობა, მაშინაც ქონდა უკრაინას ასეთი რამოდენიმე მოთხოვნა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით. ხო, ასეთ შემთხვევაში, არა, სახელმწიფოს შეუძლია თუ ის სახელმწიფო არ თანამშრომლობს ჩემთან სამართლებრივი ურთიერთდახმარების საკითხებზე, სხვა შემთხვევაში მეც შემიძლია ნაცვალჯების პრინციპის რათვალისწინებით აბუთხრაუარი ესპერტეტი არსებობს. ძალიან დიდი მადლობა მაიამ წარიაშვილი, იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ ახლა რეკლამაზე გავალთ და შემდეგ მეორე სტუმართან ერთად დავბრუნდებით. დიდი მადლობა, საინტერესო იყო. მადლობა თქვენ. ეთერშია დიანა ტრაპაიძის და თეონა გეგელიას საავტორო გადაცემა შუაკვირა. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. კახა კუკავა არის ჩვენი სტუმარი საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. მართალია ხა ამ კამერით მაყურებელი გვიყურებდი რომ აქ იყავი და ესეთ ფორმალობებზე მეცინება ხოლმე. საღამო მშვიდობისა. არის თუ არა სააკაშვილის თემა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში უпростоრეთ არის ეს სამართლებრივი საკითხი თუ პოლიტიკური საკითხია და თქვენი აზრით მიუხედავად ყველაფრისა ქართული მხარის შეცდომებისა ამ პროცესში თქვენი აზრით რატომ არ ითვალისწინებს მთელ ამ უხერხულობას და დელიკატურობას უკრაინის მხარე რომელმაც იცის რომ ეს სააკაშვილის ფიგურა არის პრობლემა საქართველოსთან ურთიერთობაში საღამო მშვიდობისა. მე მგონია რომ რიტორიკული კითხვა არის, იმიტომ რომ პასუხი ყველგან ძალიან კარგად იცის. უკრაინაში არის ახლა ეიფორიული ვითარება დაახლოებით რაც ჩვენთან იყო 90-იანი წლების დასაწყისში და საქართველოს უხერხულობებს კი არა, თავიანთ ეროვნულ ინტერესებს არ ითვალისწინებენ და ხედავთ რომ ერთ-ერთი უმდიდრესი და პერსპექტიული ქვეყანა ევროპაში ცეცხლის ალში არის გახვეული, არის ჰიპერინფლაცია და საერთოდ ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე დგას და ახლა საქართველოს მთავრობის უხერხულობა ალბათ სახელმწიფოსთან უხერხულობა. სახელმწიფოსთან უხერხულობას დღეს უკრაინაში არის გლობალური დაპირისპირება, ბევრი დასავლეთის ექსპერტი ადრის ამას. მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდს, იქ არის ძალიან დიდი ფსონები, მიდის პრაქტიკულად ორი მსოფლიო ბანაკის დაპირისპირება, რუსეთის და დასავლეთის და ამ დროს საქართველოს ხელისუფლების უხერხულობა არის ძალიან არამნიშვნელოვანი ფაქტორი. რა თქმა უნდა პოლიტიკური საკითხი არის სამართლებრივი აქ არაფერი არ არის. ანუ ეს ადამიანები ესეთი შეკითხვა მაქვს, ეს ადამიანები ისეთი ძვირფასია უკრაინის პრეზიდენტისთვის იმ ამოცანების გადასაჭრელად, რომელიც ამ ქვეყანას ახლა უდგას, რომ ყველაზე ნაკლებად ადარდებს საქართველოს თან უხერხულობა, თუ აი რა არის მიზეზი? მართლაც ისეთი გამოცდილების და ინტელექტუალური რესურსის მქონია ეს ჯგუფი, რომ მაგათ გარეშე ეს ქვეყანა ვერ შეასრულებდა აი ამ გამოწვევებს. ორ ნაწილად დიანა იქ არის ხალხი რომელიც არ არის ძებნილი და ზოგიერთ ადამიანი მე თუ მკითხავთ ახლა მაინც და მაინც საგინებელიც არ არის იგივე კვიტაშვილი თუმცა ეხლა განსაკუთრებული ყოველ შემთხვევაში ეს მათი გადასაწყვეტი არის ხა მე მგონია რომ კვიტაშვილის დანიშვნაზე ახლა აქ თბილისში რაც იყო ვენების გადაჭრა აშკარად რაღაცა არ იყო მთლად ნორმალური, ადეკვატური. რაც შეეხება ძებნილების დანიშვნას, ახლა ეს რა თქმა უნდა სხვა კატეგორიის საკითხი არის და რა თქმა უნდა სააკაშვილის ინტელექტზე და გამოცდილებაზე არ არის მარტო მოთხოვნა. ეს არის უბრალოდ სააკაშვილი და მისი ნაციონალური მოძრაობა იმ ასე ვთქვათ რა დავარქვათ კასტის წევრი თუ იმ იერარქიის წევრი, დასავლური პოლიტიკური იერარქიის წევრი და როგორც ჩანს გავლენიანი წევრი, რომელიც განაგებს დღეს უკრაინას და განაგებს საერთოდ დასავლეთის სახელმწიფოებს, ამიტომაც მათ გადაწყვეტეს რომ სააკაშვილისთვის მოეძებნათ ადგილი. მისი გუშინდელი ინტერვიუს თუ დააკვირდით, საკმაოდ დიდი კარტ ბლანშიც აქვს მიცემული, ანუ ის მაინც და მაინც არ საუბრობდა როგორც უკრაინის თანამდებობის პირი, პრაქტიკულად ის საუბრობდა როგორც საქართველოს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც დაბანაკებული არის გვერდზე. ნუ ის კატებზეც ლაპარაკობდა, რომლებმაც არა, საქმე რაშია იცი თეონა, რომ მის ინტერვიუში რა ჩანდა, მე გეტყვით, რომ შეიძლება ადამიანი ასე ვთქვათ სამსახურში მოაწყო, ქონიათ ასეთი ვითარება აი საქართველოში რომ მოაწყობენ ოპოზიციონერს სადმე სამსახურში და რო ეტყვენ, ოღონ ეხა ტელევიზორში არ გამოჩნდება, ხო? სააკაშვილი ესე არ არის იქ დანიშნული და მისთვის არ უთხოვიათ, რომ აგერ სამსახურში მოგაწყობთ, ოღონ საქართველოს თავი დაანებია. როგორც ჩანს, მას აქვს კარტ ბლანში. პროაკეთოს ის სწორი განცხადებები, რაც გუშინ გააკეთა. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა მსგავსი ანალოგიები თუ არსებობს მსოფლიოში. აი, როდესაც ესეთი, ასე ვთქვათ, ცნობილი პოლიტიკოსი, პირველი პირი ყოფილი ქვეყნის იძებნებოდა და მეგობარ ქვეყანაში ის თავისუფლად მოძრაობდა. აი, მსგავსი უხერხულობა, რაც დავარქვით ამ მდგომარეობას, თუ იყო ქვეყნებს შორის, ეს ტრადიციებთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი შემთხვევა, ოღონდ რაც შეიძლება ჩვენ სიტუაციაში, ჩვენ შემთხვევაში იყოს
ასე ვთქვათ, გამონაკლისი, რომ მე არ მომისმენია ჯერ უკრაინის მხარის სამართლებრივი განმარტებები და ეს შტაბის ტელეფონი რჩება, რომ არც აპირებს ამ განმარტებების გაკეთებას უკრაინის მთავრობა. ეს ნამდვილად უკრაინამ გავრცელა უკრაინის პროკურატურის განცხადება, რომ უარს ვეუბნებითო. საქართველოს პროკურატურამაც იგივე გავრცელა. მე გულისხმობ იმას, რომ რა დასაბუთებით და რატო გეუბნები, რატო ეს დიანა გამონაკლისი, რომ როცა არ გადასცემენ ხოლმე ამა თუ იმ ადამიანს მომთხოვ სახელმწიფოს იქ კეთდება ძირითადად რამდენიმე ტიპის დასაბუთება, რომ პირველი ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, მეორე რომ მასპინძელ ქვეყანაში არ არის უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება და მესამე ჰუმანიტარული მოსაზრებები, რომ აი პინოჩეტი დამნაშავეც იყო, ყაჩაღიც იყო და მკვლელიც იყო, მაგრამ 85 წლის იყო და ამიტომ რომელიღაც ესპანეთის სასამართლო მე მგონი თავი შეიკავა მის გადაცემაზე, მაგრამ ის რომ დასაბუთების გარეშე უბრალოდ ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს იურისდიქციას, არ ვიცი ეს გააკეთა თუ არა უკრაინის პროკურატურამ, ესეთ შემთხვევაში მე არ მახსენდება. მინდა გითხრათ, რომ არა მარტო დემოკრატიული სამყაროების მხრიდან, არამედ დაუშვათ იგივე, როცა რუსეთისაგან მოითხოვა საქართველოს მიგორ გიორგაძემ, იქ ფორმალურად რუსეთის პოზიცია იყო, რომ ისინი უკაცრავად შემეშალა საქართველოს პროკურატურამ თქვა, რომ უარი თქვეს, თორე უკრაინის პროკურატურა ვიხილავთო ესეთი ფორმალური სავარაუდოდ ალბათ შეიძლება მოხდეს ერთ-ერთი სცენარი ის, რომ შედგება იქ სასამართლო, რომელიც ჩათვლის, რომ რაც საბერძნეთის და სხვა სასამართლოება, საფრანგეთის სასამართლოება ჩათვალეს იმას. აი ეს უკვე სამართლებრივი გზა არის და ამაზე საქართველოს ხელისუფლებას ვეღარ ექნება პრეტენზია, ხო? საქართველოს ხელისუფლებას პრეტენზია შეიძლება მაინც კონდეს, უბრალოდ ეს მეორე საკითხი არის პოლიტიკურად, რამდენად ეს შედის ჩვენს ინტერესებში საქართველოს. რა გავლენას იქონიებს მსგავსი განვითარება მოვლენების და ჩვენ დაახლოებით ხვდებით, რაც მოხდება სააკაშვილს არ გადმოსცემენ საქართველოს არც ადეიშვილს, რა გავლენას იქონიებს ეს სახელმწიფოების ურთიერთობაზე შევეშვათ ამ ხელისუფლებებს. ესე იგი, ჩვენი ხელისუფლება არაპროგნოზირებადი არის და თუ ბოლო 2 წლის პრაქტიკას გადავხედოთ, შეიძლება არ სავიზო რეჟიმი გააუქმან უკრაინასთან, იმედია ვთქვათ გურჯაანძის დასმას არ მოყვებიან. მე რამე განსაკუთრებულს ჩადიან ეხლა. მე მიმაჩნია, სწორად, მე მიმაჩნია, როგორც ვიცი და ნაციონალური მოძრაობის წევრები აკომპლექსებენ ხელისუფლებას, რომ ხა ჩვენ ისეთი საერთო მტერი გვყავს და ეხლა მე დამნიშნავენ თუ არა, შენ ამაზე არ უნდა ინერვიულო, პირიქით გვერდში უნდა დაუდგე. ანუ რა უნდა მოხდეს ეხლა პოროშენკოს ერთ მხარეს მიხეილ სააკაშვილი უნდა ედგეს და მეორე მხარეს ტერმინი აკომპლექსებენ არის სწორი, რა თქმა უნდა. პოლიტიკური პარტიები ხშირად არიან თავიანთი წინასაარჩევნო თუ პოსტსაარჩევნო რიტორიკის მძევალი, მაგრამ იმითი განსხვავდება ნორმალური ქვეყნები და დამოუკიდებელი ქვეყნები ჩვენისთანა ბანანის რესპუბლიკისაგან, რომ სახელმწიფო ინტერესები უნდა იქცეს უფრო მაღლა. რატომ აყენებს შეურაცხყოფას საკუთარ ქვეყანას? ბანანის რესპუბლიკა და ბანანის რესპუბლიკა უარესიც ვარ კიდე. იმიტომ რომ ბანანიც არა გვაქვს კიდე ბანანის რესპუბლიკაზე უარესი ვარ. შეგიძლია? უკრაინას, მე უკრაინაზე გითხარით ეთერში შემოსვლამდე და გაგიმეორებ, იქ არის 92 წელი. ამიტომაც ეხა აქედან გამომდინარე გეტყვით საქართველოს რა უნდა ქნას უკრაინას დემოკრატიაში. არაფერი არ უნდა ქნას. უკრაინა საქართველოსთვის არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ჩვენ იანუკოვიჩზე და პოროშენკოზე და იმაზე რა ქვია, იაცინიუკზე, არც უკრაინაში არ არის ახლა ერთგვაროვანი მოსაზრება ამ ხალხზე. ეს გაგრძელდება, ალბათ 1 ან 2 წელი იქ ეს ეიფორია იქნება, მაგრამ არა მუდმივად. ეს ეიფორია დასრულდება. და ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისეთი სულები ახლა უკრაინასთან მიმართებაში, რაც დარჩება მერე სამუდამოდ. ხო, არც არ უნდა ელჩის დაბარება ეს ჩვეულებრივი პროცედურა არის და ეს ხდება ხშირად, ეს მე ვფიქრობ, რომ არის იმის ფარგლებში. დაკომპლექსების ნაწილი იყო ნაციონალურ მოძრაობამ ლამის ომის გამოცხადება. ნაციონალური მოძრაობა რო აკომპლექსებს დიანა ქართულ ურთიერთობებს, ეს სხვა თემა არის. წარმატებით კი იგივე რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ეს უფრო აისახება, უბრალოდ აზრს დავამთავრებ. იმიტომ კი არა რომ უკრაინის პოზიცია რაიმე, ეს არის რა თქმა უნდა ცალსახად არამეგობრული ნაბიჯი, საქართველოს მასხარა დაგდება, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში არის რომ მინიმუმ არსებულ დონეზე ჩვენ უკრაინასთან დავუშვათ უახლოესი 2 წლის მანძილზე შევინარჩუნოთ ურთიერთობა. იმიტომ რომ უკრაინა არის ერთადერთი პრინციპში სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის მეზობელ ქვეყნებს შორის თუ გადავხედავთ, რომელთან ჩვენ არანაირი დავა არ ქონდა. და არის ხო ზუსტად ეგ უნდა მეთქვა, ეხლა განსაკუთრებით რუსული ბაზრის არასტაბილურობის პირობებში არის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ უნდა დაძაბოს ამის გამო უკრაინასთან ურთიერთობა, სამართლებრივი მოთხოვნა რა თქმა უნდა დარჩეს ძალაში. მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ როგორც ჩვენთან გაიარა 92-93 წლების ეიფორია მისი უკრაინაშიც ეს გაივლის მოკლე პერიოდში, არც იმას არ გამოვრიცხავთ თუ წაასწრეს, რომ თვითონ დაადონ ბორკილები სააკაშვილს და გამოგზავნონ უკან, მაგრამ რა შეიძლება წაასწრო? დიანა სააკაშვილი არის ეხლა იქ, ასე ვთქვათ, მომენტს უხდება რა. იყო მომენტი თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენი მინისტრები 92-ში დადიოდნენ რაღაცანაირი შავი სათვალეებით და წვერებით და იარაღი ქონდათ გაჩრილი მინისტრებს, ხო, ნუ ეხლა არის იქ ის მომენტი. 92 წელი არის იქა და სააკაშვილი არის იქ, ასე ვთქვათ, ბოდიშით ამ ჟარგონზე, მაგრამ გულაობს ამ არეულობაში. ეს არის როგორც თევზი წყალში.
და ეხა ამ ასე ვთქვათ სიტუაციას რომ უკრაინა იწვის და ცეცხლის ალში არის მე მგონია რომ საქართველოსთვის იქნება ცუდი თქვენ წარმოიდგინეთ ეხა იქ რომ საქართველოს მხრიდან რაიმე დემარშები მოხდეს ერთი 1000-ობით და 10000-ობით ქართველი ცხოვრობს იქ ორივე მხარეს სხვათა შორის დონეცკშიც და აქეთ მხარესაც და მე ვატყობ ეგეთ ნიშნებს არა მეც არ ვამბობ რომ ვატყობ რაღაც დაძაბულობაა დიანა სწორი ტერმინი თქვა მეთქი ამიტომ თქვი რომ აკომპლექსებს საქართველოს ხელისუფლებას ესე იგი ნაციონალური მოძრაობა რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლა პარლამენტში პუტინის გინებით მაშინ როცა გამოდის საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტში ან მინიმუმ ეჩხუბონ უკრაინას ან უნდა თქვა პუტინი მტერი ხა ამასთან დაკავშირებითაც მეც მომადგა ერთხელ ის ჟურნალისტი უცებ და ხა რანარ კითხვებზე არ მეპასუხია ხა და მეც უცებ პასუხი მზად არ მქონდა და ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით როცა პრეზიდენტის როლში პასუხობ აქ უნდა თქვა რომ მე შეზღუდული ვარ როგორც პრეზიდენტი ჩემი სახელმწიფოებრივი ინტერესებით ასე უპასუხა ღარიბაშვილმა დაბულოს ჟურნალისტს აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ აქ არაფერი საუხერხულო არ არის და დასაკომპლექსებელი არ არის ისე მე მგონი გამარჯვებული პოლიტიკური პარტია ვერ ახერხებს იმდენი თანამდებობის დაკავებას სტრუქტურებში და იერარქიაში საკუთარ ქვეყნებში რამდენიც ნაციონალურ მოძრაობამ მოახერხა უკრაინის მთავრობაში. ეს ვისაც ჩვენ ვიცნობთ და ამბობენ რომ იქ სტრუქტურებში დიდი ქართულში არის დიდი რაოდენობა. კი, მაგრამ არ მგონია რომ საქართველოს ისიც რა არის კიდე საქართველოს თემებში ესე იგი მთელი ზაფხული 4 თვე განვიხილავდით მთავარი პოლიტიკური თემა იყო ანაკლიაში ტიტველი უკრაინელები უნდა შემოუშვათ თუ ანაკლიაში თუ სად არის ეგ კაზანტიპი საქართველოსთვის დღეს არ არის მთავარი პრობლემა ის რა ქვია უკრაინის პროკურორის მოადგილე დანიშნავენ თუ არა საყვარელიზე. მთავარი არის ლარის დევალვაცია, სასამართლო რეფორმა, სამუშაო ადგილები არ იქნება, ნეპოტიზმი, ეს ანადგურებს ქართულ სახელმწიფოს და ეს არის მისახედი და ეხლა სააკაშვილი პინოჩეტი როდის წაიყვანა ჩილემ ხო გახსოვს? მოვადუნოთ ყურადღება გვაქვს სერიოზული იმისას. რჩევა არის ბოლოს რეზუმე რო გავაკეთოთ ესეთი რომ მოვდუნდეთ. როგორც ჟარგონის პოროშენკომ დაიკიდა ესენი ისე უნდა დაიკიდრო და ზუსტად სწორი ტერმინი თქვი ხა პოროშენკომ რატო მაშინ მე არ გამოიყენებ მაინც ამ ტერმინს მაგრამ ჩვენ დამოკიდებულება იცი მე არაერთხელ როცა ვამბობ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი რუსეთთან მიდგომებში ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო რომ რუსეთი დიდი არის და პატარა ქვეყანას დიდ ქვეყანასთან ვერასდროს არ იქნება პარიტეტი ზოგს გონია ეხლა რომ რუსეთია დიდი და უკრაინაა პატარა. აქ ჩვენი და უკრაინის ურთიერთობებს განსაზღვრავს ის რომ უკრაინაც ძალიან დიდია საქართველოსთან მიმართებაში და ეს წარმოდგენა უბრალოდ თქვენ ლიბერალურმა ჟურნალისტებმა დაავირუსეთ ჩვენი საზოგადოება რომ ვითომ არსებობს დემოკრატიული მე გეუბნები დემოკრატიული დასავლეთი ვითომ არსებობს იქ რაღაც კანონები და თანასწორობა არ არსებობს. ეს არის ფიქცია, არის დიდი სახელმწიფოები, არის პატარა სახელმწიფოები და მორჩა. აქთან გავდივარ, მიიღო დიდმა ქვეყანამ და დანიშნა სააკაშვილი და ეხა აქ ფეხების ბაკუნი უბრალოდ უფრო მეტი სამარცხვინა იქნება ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლობა. კახა კუკავა იყო ჩვენი სტუმარი, ლიბერალ ჟურნალისტებზე ცალკე ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ არ არის ეს სწორი შეფასება, ყოველ შემთხვევაში. დიანა არ პროტესტებს ყოველ შემთხვევაში. სადავო საკითხია. კი, მე თავს უფრო კონსერვატორად ვთვლი, ვიდრე ლიბერალად. ნახვამდის შუაკვირა დასრულდა და გვეოდეთ შემდეგ 4 შაბათს შევხვდებით. კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები სუბიექტური აზრის პრიზმაში. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი და სტუმარი. მოусმინეთ დიანა ტრაპაიძის, თეონა გეგელიას და მათი სტუმრების შეფასებებს საავტორო გადაცემაში შუაკვირა.